გამარჯობა ძვირფასო ტელემოყურებლებო. გამარჯობა გონების დაფა კლავ ეთერშია და მას წარმოგიდგენთ გია გიორგაძე და გოგა ჩანადირი. დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ მსოფლიოს და საქართველოს საჭადრაკო სიახლეებს. ჩვენი გადაცემა ესტუმრება საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერს, მსოფლიოს, ოლიმპიადის, ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულს ნანა ზაგნიძეს. რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონი ნანა ზაგნიძეს. საოცარ ნანა ზაგნიძეს, რომლის მამის შესახებაც სხვათა შორის წინა გადაცემაში ვისაუბრეთ. და მკითხავ ამას აუცილებლად ნანას ამის შესახებ. გვექნება განხილვა ძალიან საინტერესო პარტიის, რომელიც ნორვეგიაში ახლა დამთავრებულ სუპერტურნირიდან არის და ამ პარტიას განხილავს ჩვენი ახალგაზრდა საერთაშორისო დიდოსტატი ნიკა კაჭარავა. სხვათა შორის მაგას მეც ველოდები, ნიკას საოცარი, ასე ვთქვათ, განხილვა ქონდა წინაზეც და ბოლო გადაცემაშიც აი პარტიის. სხვადასხვა ძალიან დიდი მოწონება აქვს. დაახლოებით ნიკას პარტიის განხილვების 10,000 20,000 მოწონება აქვს ნახავს აგროვებს უკვე. საოცარია და იმედი მაქვს ეს განხილვაც ასე ვთქვათ. და სხვადასხვა აი ამ ტენდენციის გამო ჩვენი Facebook გვერდზე 1000 გამოწერს გადაცდა. ძალიან კარგი, გაიზრდება აუცილებლად. რა თქმა უნდა მოისმენთ საინტერესო ისტორიებს, ხო? და გავაგრძელებთ ჭადრაკის ოლიმპიადის შესახებ თხრობას. ექნება ამოხსნების კონკურსიც. ასე რომ დავიწყოთ მე მგონი, ხო? პირველ რიგში მოდი ვისაუბროთ ბათუმში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე. სენსაციურად დამთავრდა ევროპის ჩემპიონატი, გაიმარჯვა 15 წლის უკრაინელმა ახალგაზრდა გოგონამ, გნატიშინამ, რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა მთელი ტურნირი. მან დააგროვა 11 ტურში 9 ქულა და კონკურენტებს ნახევარქულით დაჯობა. ვერცხლის მედალს ესპანელი საბრინა ვეგა გუტიერესი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს медали ავსტრიის წარმომადგენელმა ოლგა ბადელკამ მოიპოვა. მაინც აღსანიშნავია გამარჯვებულის პერფორმანსი და მისი შედეგები. მან შეასრულა საერთაშორისო სტატის ნორმა, მოიმატა 214 ქულასარეიტინგო და ცოცხალ რეიტინგში 20 საუკეთესო 20 მოჭადრაკეში შევიდა უკვე. მოიპოვა 2026 წლის მსოფლიო თასის საგზური და რადგანაც ევროპის ჩემპიონი გახდა, მას მიენიჭება ქალთა შორის დიდოსტატის წოდება. საოცარი მიღწევა ერთი ტურნირში ამდენი არ ვიცი 15 წლის გოგო, მაგრამ ამ მსგავსი შემთხვევები მახსენდება, მაგრამ აი 15 წლის გოგო თან ბათუმში ჩვენი ლამაზი ქალაქი, იმედი მაქვს სასიამოვნო მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება მას. რაც შეეხება ქართველების მონაწილეობას ბათუმში. უბრალოდ მე კიდე მინდა აღნიშნო, რომ ცოტა ხნით ადრე გახსოვს, ჩვენ საუბრობდით ვაშტე ევროპის ჩემპიონატზე, რაც უკრაინელმა ახალგაზრდა ბიჭმა გაიმარჯვა, ისიც საერთაშორისო სტატი არის ჯერს და მართლაც მნიშვნელოვანი არის უკრაინული ჭადრაკის ესეთი ტრიუმფი, ხო, ამ მოკლე პერიოდში, ქვეყანა რომელიც ომში იმყოფება და მოჭადრაკეები რომელიც იბრძვიან, აი ნამდვილად იბრძვიან, როგორც სახში ისე საჭადრაკო დაფაზე, კი. რაც შეეხება ჩვენ მოჭადრაკეებს, ქართველთაგან მერი არაბიძე იყო საუკეთესო, რომელიც სოფლიო თასის საგზური მოიპოვა. მერიმ 11 პარტიიდან 7.5 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ გია რომ მერის მაინც დიდი წარმატება, მსოფლიო თასის ასპარეზობა ეს არ არის პატარა საქმე და უსურვოთ მერის წარმატება და იმედი მაქვს იქ კიდევ უფრო წარმატებულად იასპარეზებს. ერთადერთი მერიმ შეძლო ევროპის ჩემპიონის დამარცხება ტურნირში. დანარჩენი პარტია არ წაუგია პატარა გოგონას და ცოტა შორის მერი galliderda იმ პერიოდში და მე-6 ტურზე რო ლაპარაკობდით. მე იმედი მქონდა რომ მას შეეძლო მედლის აღება, მაგრამ რაღაც ჩავარდნა ორი პარტიანი ჩავარდნა ქონდა და შემდეგ კი ფინიში კარგი გამოვიდა, მაგრამ მაინც მეტი არ იყო საკმარისი. სხვა მოჭადრაკეებისაც ვიტყვით, ბელეხოტინაშვილმა დააგროვა 7.5 ქულა, ლელა ჯავახიშვილმა და სოფიო ხოხაშვილმა 7 ქულა, 6 ქულა აქვს ინგა ჭარხალაშვილს, სოფიო გვეტაძეს, მაკა ფურცელაძეს და ახალგაზრდებიდან საუკეთესო იყო მარიამ ცეცხლაძე, რომელმაც 6 ქულა დააგროვა. სხვაშორის აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მეც ველოდებით ნამდვილად ჩვენი ახალგაზრდებისაგან, იგივე კირთაძესგან, გელაძესგან, უკვე დრო არის რომ მათ დიდ სერიოზულ ჭადრაკში თავიანთი სიტყვა თქვან. ხო, აი მაგალითიც არის უკრაინელი გოგო, ხო, რატომაც არა. იმ ხელშეწყობის პირობებში, რაც მათ აქვთ, ეხლა მწნელი იქნება, შეჯიბრებები იქნება, მათ მეტი უნდა თქვან და მე ვფიქრობ, მეტი მობილიზება ჭირდებათ ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება და გონების დაფა მათ წარმატებებს უსურვებს. რა თქმა უნდა, უსურვებს წარმატებებს. თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში კი დასრულდა საქართველოს მესამე სასკოლო ოლიმპიადა ნონა გავრდაშვილის თასი. 12 რეგიონის წარმომადგენლები ფინალში შეიკრიბნენ და ეს იყო ძალიან დიდი საჭადრაკო ზეიმი ამბობთ და
მე ვიტყვი შედეგებს და მე შემდეგ ვაჩვენოთ სიუჟეტი ამ მომზადებული ამ დახურვის ცერემონიალიდან. პირველი ადგილი დაიკავა იმერეთმა, მეორე იყო სამცხე-ჯავახეთი და მესამე იყო რაჭა ლეჩხუმი. ძალიან კარგია რომ რეგიონებში ესეთი აქტივობა იყო და ეგრე აქტივობა არის და მე მინდა წარმატება უსრულო ამ ბავშვებს, ისინი ბედნიერები გაემგზავრნენ გუშინ და ვფიქრობ რომ ბევრი მათგანი მე ვფიქრობ რომ გააგრძელებს ჭადრაკის ესადინოს უკვე სექციებში და გზაებში. დიდი საჭადრაკო დღესასწაული გვაქვს, პატარა ბავშვებმა ძალიან გაიხარეს. დამთავრდა ფინალური შეჯიბრება ბავშვებს შორის, ნონა გაფრინდაშვილის თასი, სადაც პირველ და მეორე კლასელი ბავშვები რეგიონში გამარჯვებულები თამაშობდნენ თბილისში ფინალს. გაიმარჯვა იმერეთის გუნდმა, მიხარია რომ ტრადიცია გრძელდება, ვითარდება და იმედი მაქვს რომ ამ ბავშვებს შორის უდაოდ იქნებიან მომავალი მოჭადრაკეები, რომლებიც გააგრძელებენ ქართულ საჭადრაკო ტრადიციებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავხედო მასწავლებელთა საას, ჭადრაკის ფედერაციას, ამ საუკეთესო ტურნირისთვის, ალბათ ნონა გაფრინდაშვილის თასის დაარსებისთვის, იმიტომ პატარა ასაკიდან ბავშვების ჭადრაკით მონუცხვა და მოხიბლა, ეს არის ყველაზე საშუალო საქმე ისათვის, რომ მათ განუვითარდეს კონცენტრაციის და აზროვნების უნარი, ლოგიკური აზროვნების უნარი, რომელიც სრულიად აუცილებელია შემდეგში იმისათვის, რომ ისინი წარმატებულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. დიდი მადლობა ამ მიმართულებებს და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენაც ყველამ გაიმარჯვა. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს ჩვენების მონაწილეობის და ვინ თუ არა და ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილი ისევ ჭადრაკის დაფასთან იბრძვის. სენიორებში იტალიაში არის ამჟამად 85 წლის ასაკში ის იბრძვის სენიორების ევროპის ჩემპიონატისათვის და მოდი წარმატება ვუსურვოთ მას და იქ არის კიდევ ზურაბ სტურო, რომელიც ვაჟებში გამოდის და ზურა რამდენობის ჩემპიონი არის და ზურა ხოლმე ჩემპიონობას ვეძებს. კი, ზურას ეს სახლია ევროპის ჩემპიონატის სენიორებს შორის. და მე ვფიქრობ რომ თვითონ ეს ფაქტი რომ ქალბატონ ნონას ამ ასაკში შეუძლია ჭადრაკის დაფასთან იბრძოლოს, არის სტიმული სხვა ხანდაზმული ადამიანებისათვისაც, ხო, რომ ასაკი არის ციფრები. ისე კი რომ უყურებ რამდენჯერ დაამსხვრია სტერეოტიპი სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ასაკში და გაფრინდაში, მაგრამ სამაგალითო ადამიანია. მოდი ახლა შევახსენებ მაყურებელს, ნონა გაფრინდაშვილი ყავდა მეხუთე გადაცემაში და YouTube არხზე შეუძლიათ სრული გადაცემა მიეძღვნა მას. ნახოთ და მოусმინო ნონა გაფრინდაშვილი და მის საჭადრაკო ასე თქვა ცხოვრებას. რა თქმა უნდა, მთავარი ამბავი ამ პერიოდისას იყო ოსლოში მიმდინარე ლეგენდარული შეჯიბრება, სუპერტურნი, რომელიც დასრულდა ინდოეთის ჭადრაკის ფანტასტიკური გამარჯვებით. ახალგაზრდა მოჭადრაკე პრაგრამა რამეშ ბაბუ ბოლო 4 კლასიკური პარტია მოიგო. და ლამაზად თან. და სხვადასხვა აი ეს ახალი სისტემა, რომელზეც ჩვენ საუბრობდით, მოგებაზე კლასიკური პარტია 3 ქულა, ამის წყალობით ის გახდა ჩემპიონი. კარლსენზე რა სიტყვით? სხვადასხვა ძალიან სასაცილო ვიდეო იყო, ბოლო პარტია რო დაამთავრა კარლსენმა. ჟურნალისტი მინდა ეკითხება რა სიტყვით ჩემპიონზო და ვინ იყო? ვინ არის ჩემპიონიო და რო უთხრეს ეს ინდოელი მოჭადრაკე მან ახტაცება ვერ დამალა და თქვა რომ მან 4 კლასიკური პარტია მოიგო ზედიზეო და რა მაგარი მებრძოლი ბიჭიაო და შეაქო ის და ნუ კარლსენზე რა ვიცი ბევრი წერენ, ბევრი ცნობილი მოჭადრაკე წერს რომ მას პრაქტიკა აკლია კლასიკური ჭადრაკის თამაშის, რადგანაც ის ძალიან გადაერთო კომერციულ ტურნირებზე და იმისათვის რომ დაიბრუნოს ძველი ფორმა მას ჭირდება ეს პრაქტიკა და აანალიზებდნენ კიდევაც რომ ის ძალიან აგრესიულად თამაშობდა ყველა პარტიაში და არ შეიძლება ყველა პარტიას მოგება მიუხედავად იმისა რომ ეს არის მებრძოლი ადამიანი მაინც პრაგმატიზმი საჭირო არის. აი ეს იყო ძირითადი მე უბრალოდ შედეგებს ვიტყვი. პირველი იყო როგორც გითხარით პრაგრამა რამეშ ბაბუ ინდოეთიდან, მეორე იყო ამერიკელი ვესლი სოუ და მესამე იყო ირანული ჭარმოსობის ფრანგი ალირეზა ფერუჯა. ქალთა ტურნირიც დასრულდა რა თქმა უნდა ვაჟებთან ერთად. ჩემპიონი გახდა ბიბისარა ასუმბაევა, ახალგაზრდა ყაზახი მოჭადრაკე. თუმცა ეს უკვე სენსაცია აღარ არის, უკვე მოსალოდნელიც იყო. ასუმბაევა უკვე რამოდენიმე გზის ჩემპიონია, სლაპჭადაკებში. მეორე ადგილი დაეკავა შუცენიარმა ჩინეთიდან და მესამე იყო უკრაინელი ანა მუზიჩუკი.
მე ძალიან გრანდიოზული დახურვა იყო ამ ჩემპიონატის, რადგანაც ეს ტურნირი ამ ტურნირს ელოდებიან ყველა მოჭადრაკე წლიდან წლამდე, როდის გაიმართება ნორვეგიის ეს სუპერ ტურნირი და ემზადებიან ამისათვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პარტიები გათამაშდა იქ, რომელიც საინტერესო არის როგორც მოყვარულებისთვის, რა თქმა უნდა, პროფესიონალებისთვის. რომლითაგან ერთ-ერთ პარტიას დღეს ნიკა გაჭარვას მეშვეობით გამიხსნა ნიკა გაჭარვას ამ პარტიას და ეხლა ჩვენ გადაცემაში არის სტუმრის დრო და აი ჩვენის გადაცემა ეს სტუმრა ჩვენს ნანა ზაგნიძე. როგორც ვთქვით, ჩვენ გადაცემის სტუმარია ნანა ზაგნიძე და მას გია გიორგაძე ესაუბრა. ჩვენ ესტუმრეთ ნანას მის საჭადრაგო კლუბში, ნანა ზაგნიძეს სახელობის საჭადრაგო სკოლაში. ფანტასტიკური გარემო არის და მე ვფიქრობ, რომ ინტერვიუთაც ისიამოვნებენ ჩვენი მოყურებლები. გოლების დაფის სტუმარი არის საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი, მსოფლიოს, ოლიმპიადის, ევროპის მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი ნანა ზაგნიძე. ის კი გოლების დაფის სტუმარი, ჩვენ გვეთ მასთან სტუმრად, შესანიშნავ ადგილზე მე მოხიბლული ვარ ამ ადგილით, ნანა, ეს არის ნანა ზაგნიძის სახელობის საჭადრაგო სკოლა, მადლობა მასპინძლობისათვის და მოგესალმებით. მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემ სკოლაში. მე მინდა გავიხსენო ესეთი რამ, ნანა, ჩვენ წინა გადაცემაში ყავდა ელენე ბილიხოძე სტუმრად და მან ისეთი თბილი ისტორია გაიხსენა, ეს რომ გავაჟღერო არ შეიძლება რა. მან მოყვა მამაზე თუ როგორ, ესე იგი თქვენ რომ პატარები იყავით და გალესახლეში ტურნირები იმართებოდა, როგორ იწერდა ყველა შედეგს, არა მარტო გოგონების, ბიჭებისაც და შემდეგ ეს მიქონდა ტელევიზიაში, რომ ტელევიზიაში ეს გაჟღერებული იყო და მე მახსოვს მამა როგორი აი დიდი გულშემატკივარი იყო შენი და აი არ ვიცი როგორი მოტივირებული ადამიანი იყო და მინდა ამაზე ვისაუბროთ და მინდა შენი პირველი ნაბიჯებზე ვისაუბროთ როდის დაიწყე როგორ დაიწყე ვინ იყო პირველი მასწავლებელი და ასე შემდეგ ხო ნამდვილად მამას ჭადრაკი უყვარდა ძალიან და გამორჩეულად კიდე ჯეროდა იმის რომ მე გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი და დიდ მწვერვალებს დავიპყრობდი ჭადრაკში. კი, ანუ ეს რაღაცნაირად აი მასში იდეა ფიქსი იყო ეს, რომ მე უნდა გამოსულიყავი დიდი მოჭადრაკე და ყველაფერს აკეთებდა ამისთვის აბსოლუტურად, აი რაც შობელს ხელეწიფება არაფერზე ასე ვთქვათ უკან არ ეხებდა და ესეც უყვარდა, რომ ვთქვათ ჭადრაკი აქტუალური ყოფილიყო სპორტულ მედიაში, არა მხოლოდ ვთქვათ რადიო, ტელევიზია, მე მოусმინე ინტერვიუს და ელენეს რაც გაიხსენა, კი, გაზეთებსაც აწვდიდა ინფორმაციას, იმიტომ რომ მაშინ ნაკლებად შუქდებოდა რაღაცა განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატები და მამა ჩემი ყველაფერს აღრიცხავდა შედეგებს, არა მხოლოდ ჩემსას, თვლიანად ტურნირს, გოგოებისას, ბიჭებისას და თვითონ მიქონდა და ატყობინებდა და მე ელოდებოდა, როდის დაიბეჭდებოდა, როდის კი, აი ეს სულ მაქვს თავში და სულ მახსოვს, აი მამა ჩემი სიტყვები, აი რომ მთელი ბავშვობა მეუბნებოდა, რომ აი შენ ყველაფერი შეგიძლია, მამა, შენ ხარ უნიჭიერესი, შენ თუ მოინდომებ, შენ მიაღწევ ყველაფერს, ანუ და ამის გამო მე ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, წინაღობა არასდროს არ მქონია. აი ყოველთვის ჯეროდა ჩემი თავის, ყოველთვის ესე იგი დარწმუნებული ვიყავი ჩემ თავში და ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევდა. ძალიან დიდ ძალას და რა თქმა უნდა, ჩემ შედეგებზეც მე ისახებოდა ეს და ბავშვობიდანვე აი დასაწყისიდან 8-9 წლის ეს უკვე დიდი შედეგები მქონდა ჩემ ასაკობრივებში. აი მახსოვს, რომ 9 წლის როდესაც ვიყავი, საქართველოს ჩემპიონატი ვითამაშე თბილისში და 10 წლამდე გოგონათა შორის 9-დან 9 ქულა დავაგროვე. მაშინ მანამდე ეგეთი შედეგი არავის არ ქონდა. არავის არ ქონდა ნაჩვენები. ხო და ანუ მე უკვე ესე იგი საზღვარგარეთ უკვე ევროპის ჩემპიონატზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მე ვიყავი 10 წლის ესტონეთის, მახსოვს ესტონეთის დედაქალაქში ტალინში 10 წლამდე გოგონათა შორის გავხდი ევროპის ჩემპიონი. მე ესე იგი როგორც ევროპის ჩემპიონი წავედი მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს კანში ტარდებოდა საფრანგეთში და პირველ-მეორე ადგილი გავიყავი კონერუ ჰამპისთან ერთად სხვათა შორის. ჩვენი კონკურენცია ესე ღრმა ბავშვობიდან მოდის კი. ხო და ნუ მოკეთ აი ესე ძალიან მალე ასე ვთქვათ ჭადრაკის თამაში მე როცა დავიწყე უკვე და სერიოზული მუშაობა
ძალიან მალე მოვიდა ეს წარმატებები ჩემთან და ასე ვთქვათ ბავშვობიდანვე განებოებრებული მამის ყველა უცნება ასრულე მე დაწუნებული ვარ ამაში ამაყობდა ძალიან სული და ისხარობს რა თქმა უნდა შენი ყველა წარმატებით და პირველ წელზე გითხარიო პირველი წვრთნელი ესე იგი როგორც საუღნიშნეს იგი მამას თავიდანვე უნდოდა რომ მე მოჭადრაკე გამოსულიყავი და დაახლოებით 5 წლის ვიყავი უკვე რომ და მასწავლებელი ესე იგი მომიძებნეს ეს იყო ხათუნა გუბელაძე პირველი ჩემი წვრთნელი კი და 5 წლის ვიყავი როცა მიმიყვანეს ხათუნასთან. ნუ ზოგადად რა თქმა უნდა ეხა პირველ წვენზე ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული რომ აი ბავშვს მაქსიმალურად საინტერესოდ მიაწოდოს თქვათ ჭადრაკი დაანახოს კი რამდენად ღრმა არის რამდენად ლამაზია ფიგურების ურთიერთშეთანხმება ერთად რომელიც ჰარმონიას ქმნის ბავშვს რომ ეს აგრძნობინოს რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სხვათა შორის მე ძალიან კარგად მახსენდება ის პერიოდი კი ნამდვილად და სახში დავდიოდი მახსოვს მიბარებდა იმიტომ რომ თავიდანვე მქონდა ეს რაღაცა გამორჩეულად მაინტერესებდა და ალბათ ამას მე მასწავლებელი როცა გრძნობს თვითონაც ასე ვთქვათ ხო მოტივირებული არის აი პირველ წელზე თქვი ახლა შენ ნანა და მე მინდა აი ზუსტად ამაზე ვისაუბროთ აი კიდევ ერთხელ ამუშავ საუცხო გარემოში ვიმყოფებით საჯატრაკო სკოლა ნანა ძალიან სახლებსა სკოლა და აი პირველი სტუდენტს რაოდენი მნიშვნელობა კი გარემოს ad მოდის ბავშვი პირველად ხო მე არ ვიცი ახლა ასეთი გარემო არ მგონია საქართველოში არსებობდეს საჯატრაკო სკოლებში ესეთი მოწესრიგებული ესეთი სუფთა ესეთი კარგი და აი ამაზე ვისაუბროთ მოგვიყევი შენი სკოლის შესახებ საჯატრაკო სკოლის როგორ წარმოგეშვა იდეა როგორ განავითარეთ რა ეტაპზე ხართ რა სურვილები გაქვთ კი ხო, დიდი ხანი არ არის რაც გავხსენი ჩემი სკოლა, თუმცა სურვილი ყოველთვის მქონდა ამის, რომ ასე ვთქვათ, გამეკეთებინა ჩემი სკოლა და მაქსიმალურად შემექმნა ისეთი პირობები, ვთქვათ, რასაც მე ვთვლი, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს, კი, აი, თუნდაც ვთქვათ, ჭადრაკები შეუკვეთე ზუსტად ისეთი, ვთქვათ, მე რო სუპერ ტურნირებზე რა ჭადრაკითაც ვთამაშობ, ის ჭადრაკები გავაკეთებინი აქ სკოლაშიც და აი სტანდარტი თავიდანვე მაღალი დააწეს. კი, აი მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეხმარება ბავშვს ყველაფერში, ასე ვთქვათ და ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დრო რაც მაქვს დაუთმო და ბავშვებთან მქონდეს აი ესეთი პირადი შეხება და პირადი კომუნიკაცია, რომ რაც შემიძლია მაქსიმალურად მივცე მათ და გაუზიარო ის გამოცდილება, ის ხედვა, ვთქვათ, რაც მე მაქვს და ნახოთ ეხლა ჯერ პატარები ვართ, 1 წლისაც არა ვართ, მაგრამ მოდიან ბავშვები და მე ძალიან მიხარია რაც თქვი ეხლა რომ პირადად ხარ ჩართული ამ საქმეში, რადგან ბავშვებმა არა მარტო ინფრასტრუქტურულად უნდა იყოს გამართული ყველაფერი, უნდა ხედავდნენ მაგალითს. აი შენ მაგალითი იმ ბავშვებისათვის, აი ნახე ამდენი დასწრებული არის აქ, ხო? მიანი მიღწევები არის, შენ ხარ მაგალითი იმ ბავშვებისათვის, რომ თუ ისინი ბევრს შრომობენ, მოინდომებენ, ისწავლიან და თავსა დაზოგავენ, მიაღწევენ წარმატებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად შენ ამას აკეთებ. კი, ნამდვილად ასე არის, მეც ამას ვცდილობ, რომ ასე ვთქვათ, დავაბალანსო. არ არის მარტივი, ხა პროფესიონალი მოჭადრაკის ცხოვრება იცით, ძალიან დიდ დროს მოითხოვს მუშაობა, მეცადინეობა, ანალიზი, შეჯიბრებები, ამას ვთქვათ, კიდე ოჯახი და თან ახლა სკოლაც არ არის ადვილი, თუმცა იცით რა, მე თვითონ მსიამოვნებს ძალიან, აი ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მსიამოვნებს და ეს ყველაფერი ასე ვთქვათ მავსებს და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, ჯერჯერობით არ მიჭირს. თან ხა პირველი წელი რადგან არის ეს ჩვენთვის მაქსიმალურად ვიყავი ჩართული, თუმცა შემდეგ წლებში ვფიქრობ, რომ აი ისე სპორტულ კარიერაზე გავაკეთო აქცენტი უფრო მეტად, იმიტომ რომ ეს პერიოდი ხა ცოტა თან მესამე შვილი პატარა მყავს. ცოტა ასე ვთქვათ, იმ დოზით აღარ ვთამაშობ შეჯიბრებებს, რა დოზითაც ვთამაშობდი აქამდე და აი მაგას ვაკითხო ახლა ზუსტად, მაგრამ შენ ახლა ჩემზე კარგად იცი რომ თუ ფიგურების ჰარმონია არ არის დაფაზე, ისე შედეგი არ არის. აი შენ გაქვს ახლა, აი როგორც წეგან ჩამოთვალე, საჯატრაკო სკოლა გაქვს ოჯახი, მესამე შვილი გაქვს პატარა და
გაქვს შენი დიდი სპორტული საჯარიმო კარიერა, ხო? აი ამ სამ მნიშვნელოვან საქმეში უნდა მიპოვო ხარმონია, უნდა დაამყარო ხარმონია, რომ ყველგან წარმატებას მიაღწიო. მე მაინტერესებს პრიორიტეტები როგორ არის დალაგებული. პირველი რომელია, მეორე და მესამე. ანუ ხა ესე რო გითხრათ სიმართლე ესე არ ნომრავ პირველი რომელია მეორე მესამე, იმიტომ რომ სამი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. თუმცა ეხლა როგორც ყველა ქალისთვის, რა თქმა უნდა, შვილები და ოჯახი მაინც პრიორიტეტულია და მთავარია, რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე აი ვცდილობ რომ ბალანსი ვიპოვო, ასე ვთქვათ, ჩემს სპორტულ კარიერასა და სკოლას შორის და რა ვიცი, ჯერჯერობით მე მგონი ვახერხებ და ნახოთ. არა, ეს ბუნებრივია, როცა ოჯახი ბედნიერი არის, ეს ადამიანი გარეთაც ბედნიერი არის და ცდილობს ეს ბედნიერებას მასაც გაუზიაროს, ხო? და ძალიან კარგია რომ შენ გაქვს შესანიშნავი ოჯახი, შესანიშნავი შვილები და მეუღლე ყავს და ფაქტობრივად ერთი გუნდი ხარ, რომელიც სამივეს ერთად აკეთებ, ხო ესე ვთქვათ, ხო? კი, ნამდვილად. თორე ისინი ჩართული არიან ყველაფერ ამაში და მათი მხარდაჭერის გარეშე ძნელი იქნებოდა ამ ყველაფერს ამბლავა. ნამდვილად კი. ბავშვებსაც გააზრებული აქვთ ყველაფერი, რომ ასე ვთქვათ, ჭირდება ყველაფერს დიდი ენერგია, დრო და გაგებით ხვდებიან. გაგებით ხვდებიან, ძალიან კარგი. ანა, შენ ნუ ფანტასტიკური სპორტული კარიერა გქონდა, გაქვს და გექნება დარწმუნებული ვარ, მაგრამ მინდა შენი მდიდარი სპორტული კარიერიდან რაღაც გაიხსენო, მნიშვნელოვანი ღონისძიება, მნიშვნელოვანი პარტია, რომელიც შენ მნიშვნელოვანი იყო იმ ტურნირში, თქვა გამარჯვებისათვის და საერთოდ რაღაც მოგვიყევი შენი გამიგზის მნიშვნელოვან ეტაპებზე. თუ მე რო დავიწყო ამის მოყოლა შეიძლება მაგრამ ერთი გადაცემაც არ გეყოფა შენ აი შენას გულში რას აქვს ნამდვილად აი ღმერთის მადლობელი ვარ რომ აი შემიძლია რომ ბევრი გავიხსენო იმიტომ ბევრი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში სადაც რა თქმა უნდა დიდი წარმატებით გამოსულ ვარ და ბევრი დასამახსოვრებელი ყოფილა თუმცა ეხა კონკრეტულად ერთს თუ მთხოვთ, ალბათ მაინც აი ემოციურად ყველაზე მეტად აი პირველი როცა მეკითხებიან ამ კითხვას მისვამენ, მახსენდება რიადის მსოფლიო ჩემპიონატი. ქართული დროშა გაუქმებული რა? ხო, ანუ აი მაგურებლებმა რომ გაიგოს რა ზუსტად მოყვები. ხო ესე იგი 2017 წელს რიადში, საუდის არაბეთში გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი რაპიდსა და ბლიცში და პირველად ჩატარდა ესეთი მაღალი საპრიზო ფონდით. მანამდე მსგავსი საპრიზო ფონდი ამ შეჯიბრებას არ ქონია, ხო. მეფის პატრონაჟით იმართებოდა. ხო და შესაბამისად, ესე იგი ძალიან მეფურისაც პრეზიდენტი დააწესა. კი, ნამდვილად და ეხლა მთელი მსოფლიოდან რა თქმა უნდა ტოპ მოჭადრაკეები იყვნენ წარმოდგენილები ჩვენგანაც სულ მთლიანად ნაკრები საქართველოს ნაკრები კაცებშიც და ქალებშიც თამაშობდით და ეს შეჯიბრება ნუ ეხლა შესაბამისად ნუ ძალიან დიდი კონკურენცია იყო და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ჩინელები, რუსები, უკრაინელები ყველა თამაშობდა და ისე მოხდა რომ ასე ვთქვათ შევძელი და მოვიგე ეს ბლიცში მსოფლიო ჩემპიონატი. რაიონად თქვი. მე რამდენი მივიდე. მე უყურებდი ლაივ პარტიას რამდენი მივიდე. ხო, ნუ არ იყო ადვილი რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ენერგია იყო საჭირო მე მახსოვს ტურნირის მერე, ანუ ეხა ვიხსენებ და მახსოვს რომ ტურნირი რომ დამთავრდა და დაჯილდოება იყო რაღაცა ნუ ემოციურად არ ვიცი, პიკი იყო ასე ვთქვათ ემოციების. მე ესე იგი დრო არ მქონდა და დაჯილდოების შემდეგ ეგრევე მახსოვს რომ ავტობუსში ჩავჯექით და წავედით აეროპორტისკენ. და ჩვენთან ერთად იყვნენ რუსები იყვნენ, გერმანელები იყვნენ რაღაც და მახსოვს რომ ელიზაბეთ პეცი მაჩვენებს ფოტოს ტელეფონში. ხო და მეუბნე, ხო, ფოტოს მაჩვენებს და მეუბნება რომ მაიმეო რა საყვარელიაო ეს ბავშვის ფოტოს მაჩვენებს.
ხო და მე რა საყვარელია ისაო ნეტავ რამ ხელაო ეხა ისე და აი მე ვინ არის მეთქი და თუნდაც მაჩვენებ ჩემი შვილის ფოტოს ჩემი გორაშოს გიორგის და ბავშვი ფოტოს ანუ იმდენად ესე იგი არ ვიცი გადაღლილი ვიყავი აი ყველაფრისგან რა ემოციებისგან აი ენერგია რაც იმ ტურნირს მივეცია ასე ვთქვათ და ეს მომენტი მახსოვს მაგრამ დახურო აიყო კიდე საოცარი ამ შეჯიბრების ესე იგი ანუ ყველა საელჩოებიდან ეს დან ესეთი რა ქვია მაღალი დონის სტუმრები ხო ესე სამეფო ოჯახიდან ეს პრინცესა იყო აი საუდის არაბეთის მოსული და ნუ ესე იგი ძალიან დიდი დარბაზი სავსე ხალხით და ეს მომენტი არასდროს არ დამოვიწყდება ალბათ როდესაც გამოუცხადეს ჩემი სახელი და გვარი და პედესტალზე ესე ნუ პირველ ადგილზე დავდექი და თელ ამ დარბაზს ესე მოეფინა ყველა მხრიდან ეკრანებზე საქართველოს დროშა და აჟღერდა ქართული ჰიმნი და ნუ აი არ ვიცი ეს იყო რაღაცა საოცარიანი თავწერელი ემოციები და სიხარული ამისადე აქ ნან ჩვენ საუბრობდით რაღაც პარტიას მაჩვენებდი აი ეს პარტია შენი იყო ვალეხოსან ესპანეთის პირველი მოჭადრაკესთან ხო? სულ ჩემი მოსწავლე იყო იცი? ვალეხო მე როდესაც ესპანეთში მუშაობდი მარკოტეს სკოლაში იქ იყო პირველი პატარა ბიჭი იყო მაშინ და ჩემი მოსწავლე იყო კი საერთოდ ძალიან საინტერესო საკმაოდ წარმატებული მოჭადრაკეა რა თქმა უნდა და ეს პარტია 2011 წელს გიბრალტარში გათამაშდა ჩვენ შორის მე ვარ თეთრებით აქ ეტლიშვილი ავიყვანე გაიწყო კომბინაციები კი კომბინაციები ეტლიშვილი დარი ეფექტში მე ფერშიზე კი სხვაგან ხო ხედარი ალბათ 5 დავუმატე ხედარი ჩავხარა ხედარი დეშვიდი შევედი ლაზერი ეფექტია მუქრება ლაზერი ჰაშვაგაძია მახსოვს ლაზერი ჰაშვაგაძე კოეფექტია მოვიდა კი სასწაული პოზიცია დომინაცია მთლიანი ახლა ყველა ფიგურა შეკრული ყავს რა ესე გითხოლია გინდა რა ამას და მე ნელ-ნელა მოვუგი ალბათ ხო კი არ საინტერესოა ნამდვილად იმიტომ მე მახსოვს შენ როცა კარგ ფორმაში იყავი სასწავლო პარტიებს აჩვენებდი კი ნამდვილად ხო აი საამაყოთ მაქვს ის რომ აი ტოპ მოჭადრაკე მამაკაცებისთვის მაქვს მოგებული პარტიები და ამით ყოველთვის ვამაყობ ვაჩირ ლეგრაფთან მაქვს კიდე ერთი ძალიან ლამაზი პარტია მოგებული ისიც გიბრალტარზე და კიდე ერთი პარტია მაქვს ინდოელ დიდოსტატთან კრიშნან შაშიკირანთან მოგებული ეს პარტია მნიშვნელობითაც ძალიან ისეთი პარტია. ეს ნელა გავაჩვენებთ ისი, მაშინ ყოველ რუბრიკაში გვაქვს ჭადრაკის პარტია და ვეცდებით ეს პარტიები ნელა ვაჩვენოთ უბრალოდ. ყოველ გადაცემაში ეს პარტიას ვაჩვენებთ. შაშიკირანთან პარტია იმით იყო გამორჩეული, რომ ბოლო ტურის პარტია იყო და წყდებოდა ქალთა შორის პირველ ადგილზე ვინ გავიდოდა. ეს პერიოდი, როდესაც აი გიბრალტარის დონის შეჯიბრებები იშვიათად ტარდება, ეს გიბრალტარის შეჯიბრება იყო გამორჩეული საპრიზო ფონდით, აი ძალიან მაღალი საპრიზო ფონდი იყო, მაშინ მახსოვს 12000 ფუნტი იყო ქალთა შორის პირველ ადგილზე და ნუ ძალიან დაძაბული იყო, იმიტომ რომ რამდენიმე ქალს ჰქონდა თანაბარი ქულა ბოლო ტურის წინ. და ნუ ბოლო ტურის პარტიები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ანუ ხა ზოგს გაუმართლა კეჭესყა შედარებით ხო ისეთ არ იყო ისეთ ძლიერი მოწინააღმდეგე არ შეხვდათ და მე შემხვდა მაშინ კრიშნან შაშიკირანი ინდოეთის ნაკრების მეორე თუ მესამე დაფა იყო იმ პერიოდში და ისა და ნუ კეჭესყა დიდად მაყოფილი არ ვიყავი მაგრამ ნუ რა უნდა მექნა უნდა მებრძოლა და მახსოვს რომ ამ პარტიას აი მთელი გულით და სულით აი არ ვიცი ისევ თამაშობდი და ეს პარტია რომ მოვიგე აი ეს იყო აი იმხელა წარმატება და გამარჯვება ჩემთვის მაშინ რომ პარტია რომ მოვიგე გავაანალიზე რომ პირველ ადგილზე გავდივარ ქალთა შორის და არა მხოლოდ პირველ ადგილზე გავდივარ ქალთა შორის მთლიან ჩათვლაში მამაკაცთა შორის გავიყავი მესამე ადგილი მამაკაცთა შორის ახლა იქ ნაკამურა ივანჩუკი რა ვიცი ყველა თამაშობდა ხო და გიბრალტარზე ეს იყო გიბრალტარის შეჯიბრება ბევრჯერ არ მოხსნა თამაში თითქმის აი იყო პერიოდი რომ ყოველწლიურად თამაშობდი ტრადიცია იყო ეს ჩემთვის ახალი წლის შემდეგ იმართებოდა და 1-5-6 წელი ზედიზედ დავდიოდი ამ შეჯიბრებაზე და აი შედეგი იყო ყველაზე ესე იგი მაღალი რაც მან დააჩვენე პირველ ადგილზე ქალთა შორის და მესამე ადგილი გავიყავი მამაკაცთა შორის და საკმაოდ საპრიზო ფონდი მოვიგე ძალიან მაყოფილი
არა, მე მინდა დღევანდელ დღესაც ვისაუბროთ, ეხლა დასრულდა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამოტოვდა. იმედია ოლიმპიადაზე ულიდერებ გუნდს, ხო? და როგორ ემზადები საერთოდ ამისათვის? კი, ოლიმპიადისთვის ვემზადები და ვაპირებ, რომ ასე ვთქვათ, ვითამაშო. და ნახოთ რა ვიცი. ხო ემზადებით რა ვარია ეს არის? კი, ხო, ნუ ჯერ ოლიმპიადამდე 3 თვე გვაქვს დაახლოებით და რამე თუ გაქვს მანამდე ტურნირი? მანამდე ჯერჯერობით დაგეგმილი არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ აი ივლისის ან აგვისტოს თვეში რაიმე შეჯიბრებას ერთს ვითამაშებ, იმისთვის რომ ფორმაში შევიდე, იმიტომ რომ ბოლო შეჯიბრება მარტში ვითამაშე და უკვე დიდ დრო გავიდა მაგის მერე და ну მოჭადრაკისთვის ახლა 3 თვე 4 თვე შეჯიბრების გარეშე არ არის ადვილი ფორმაში ყოფნა, ამიტომ შევეცდები აუცილებლად რომ ერთი შეჯიბრება რაიმე ვითამაშო ოლიმპიადის წინ. არა, ჩვენ გადაცემას გვია გონების დაფა. ჩვენ გვაქვს გონების დაფა, რომელზეც ჩვენი ყველა სტუმარი თავის სურვილებს და ავტოგრაფს იტოვებს. გია ველოდი რომ ძალიან საინტერესო ინტერვიუ იქნებოდა ნანა ძაგნიძესთან, ადამიანი რომელიც მართლაც არაერთი შეჯიბრების გამარჯვებულია და დიდი მადლობა ამ ინტერვიუსთვის. თავად როგორ შეაფასებდი ამ ინტერვიუს? რა თქმა უნდა, ნანასთან თამაში უფრო საინტერესოა, ვიდრე საუბარი, მაგრამ საუბარიც ძალიან კარგი გამოვიდა და მე ვფიქრობ ჩვენი მაყურებლები შეაფასებენ ამას. ახლა კი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ახლა კი ჩვენ გადაცემაში არის ჭადრაკის პარტიის დრო და მადლობას ვუხდი ნიკა გაჭარავას თანამშრომლობისთვის, ის აგრძელებს თანამშრომლობას ჩვენ გადაცემასთან. ახლა გაარჩია ოსლოს სუპერტურნირიდან აი გამარჯვებული სამეშ ბაბუს პარტია ალიზე და ფირუჯასთან და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ანალიზი არის და მეც სიამოვნებით მივადევნებ თვალს. შევთავაზოთ ჩვენს მაყურებლებს. მოგესალმებით ჭადრაკის მოყვარულებო. მე ვარ ნიკოლოზ გაჭარავა და დღეს მიმოვიხილავ ნორვეგიის სუპერტურნირს, ვისაუბრებ მის ფინალზე და გავარჩევ ტურნირის გამარჯვებულის ერთ-ერთ პარტიას. ჩემპიონატის დაწყების შემდეგ უმეტესობას გვეგონებოდა რომ გაიმარჯვებდა ან ფირუზა ალირეზა, ან სო უესლი, მაგრამ ბოლო 4 ტურში სრულიად არსაიდან პრაგნანთამ გადაწყვიტა რომ გახდა შეუჩერებელი და 4-დან 4 მოგების შემდეგ დამსახურებულად დაისაკუთრა გამარჯვებულის ტიტული. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ბოლომდე ბრძოლა არასდროს არაა ასრის მოკლებული. თუ შენი თავის გჯერა და ყველაფერს ჩადებ წარმატებისთვის, ეს წარმატება რაღაც მომენტში აუცილებლად მოვა. მოდი ვნახოთ მისი ერთ-ერთი პარტია, რომელიც იყო მე-7 ტურში ალირეზა ფირუზასთან. მისი ეს შეუჩერებელი სვლა დაიწყო სწორედ ამ პარტიიდან და მოდი გავარჩევთ და ვნახოთ რა როგორ მოხდა. გათამაშდა იტალიური პარტია. თეთრები მოვიდნენ A3 სვლას, რომელიც არც თუ ისე პოპულარულია, მაგრამ ნუ ცდილობდნენ გადაეხვიათ თეორიისთვის და შუა თამაში შეექმნათ პრობლემები. და მივედეთ ამ საინტერესო მომენტად. ახლა პოზიცია რომ ცოტა გავაანალიზოთ, თეთრების იდეაა რომ რაღაცნაირად მეფის ფლანგზე შექმნან თამაში. მაგალითად, G3, მეფე G2, მხედარი C4, შემდეგ F3 მხედარი გავწიოთ და გავატაროთ F4. შავების თამაში კი ნუ მეფის ფლანგზე არ გამოვა, ცენტრში რთული წარმოსადგენია რამე და მთავარი თამაში არის ლაზერის ფლანგზე. ამიტომ უძლიერესი სვლა იქნებოდა მხედარი D4, ლაზერი D1 და B5. რის შემდეგაც ნუ პოზიცია თანაბარი და საინტერესო გამოვიდა. მაგრამ შავები აქ მოვიდნენ A5 და თავისინებით ჩაკეტეს თამაში ლაზერის ფლანგზე, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი იყო. ნუ თეთრებმა იგდეს ხელთ უპირატესობა და როგორც თქვი, შემდგომი იდეით გაუმჯობეს პოზიცია და მივიდნენ აი აქ ამ მნიშვნელოვან მომენტად. ახლა F4 სვლა გვინდა რომ გავატაროთ, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ მოქმედებს, იმიტომ რომ შავებს აქვს ძლიერი სვლა მხედარი C2. და თუ ლაზერი C2-ს მოკლავთ, ლაზერი G4 და კიდეც მხედარი H4-ზე, რის შემდეგაც შავებს პაიკი დარჩეოდა Z-ზე. ამიტომ პირველი რაც თავში მომივიდა იყო H3 სვლა, გავაკონტროლოთ ეს G4 უჯრა და შემდეგ მოვიდეთ F4-ს, რის შემდეგაც უკვე კარგი უპირატესობა ექნებოდა თეთრებს. მაგრამ პრაგნანთა არ მოვიდა H3-ს და ცოტა ნელა ითამაშა, რითიც საშუალება მისცა შავს, რომ თამაში შეექმნა ლაზერის ფლანგზე. და მიუხედავად იმისა, რომ შავებმა პაიკი დათმეს, მათ ფიგურები გააქტიურეს და კარგი კომპენსაცია მიიღეს.
და შემდეგ უკვე მივიდნენ ამ მომენტამდე, სადაც ობიექტურად თანაბარია, მაგრამ ფირუზას უნდა დაენახა ერთი უკანასკნელი იდეა, რის შემდეგაც ყაიმს მიაღწევდა. აქ ეხლა ვხედავთ, რომ B5 ლაზიერი ცოტა ცუდად არის B5-ზე და მისი შეგვიძლია მას დავამუქროთ, რის შემდეგაც წესით პოზიცია უნდა გამეორდეს და გამოვა ყაიმი. მაგრამ აქ ფირუზამ ვერ შეაფასა თეთრის უძლიერესი იდეა ეტლი A1. ერთ შეხედვით თეთრები ხარისხს აძლევენ და ხარისხში მარტო ყაიკი აქვთ, მაგრამ ეს ამ მხედარი იმდენად ძლიერია, რომ საკმარის თამაშს და კომპენსაციას ქმნის და თეთრებს რეალურად უპირატესობა აქვთ. ამის მაგივრად შავებს აქ უნდა ეთამაშათ მხედარი ეროა, გაიწიათ ეს მხედარი რათა არ დაკიდებულიყო და შემდეგ ეტლი A5-ით უკვე გამოვიდა და ყაიმი, რადგან ეტლი A1 იდეა აღარ მოქმედებს. მაგრამ ვერ დაინახა ფირუზამ, ვერ შეაფასა ეტლი A1, ყველას ემართება ხოლმე ესეთი რაღაც და თეთრებმა მიიღეს დიდი უპირატესობა და აქ უკვე ბევრად უფრო სწრაფად შეეძლოთ მოემთავრებინათ პარტია. მაგრამ არ იყო ასეთი ადვილი, მე განახებთ ამ ვარიანტს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო და ლამაზია და იმედია თქვენც ისე მოგეწონებათ როგორც მე. აქ ორივე მხრიდან ერთადერთი სულების შემდეგ თეთრებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო იდეა მეფე H4 და ლაზერი D4 და მეფე H5. მიუხედავად იმისა, რომ ლაზერები და ეტლები დაფასეა, თეთრებმა გადაწყვეტეს, რომ მეფით შეეტიათ მეტოქე მეფისთვის. რაც ერთსაც ხშირად ვერ გადავაწყდებით და როცა ვხედავთ ძალიან დიდ სიამოვნებას გვგურის. და თეთრებს სწორი თამაშის შემდეგ ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ და თვალხანში გამარჯვებასაც შეძლებდნენ. მაგრამ არა ეს პარტიის დროს მარტივი დასანახი, მესმის მეპრეანანთასი და მოვიდა ლაზერი E5, რის შემდეგაც აქ ფირუზას რო ითამაშა მეფე H7, პრენანთას გაუჭირდებოდა ამ პარტიის მოგება. მაინც ძალიან კარგი პოზიცია, უპირატესობა, მაგრამ რაღაც პრობლემები შეექმნებოდა. შავმა ვერ შეაფასეს, რომ რეალურად ლაზერი G7-ზე უნდა იყოს და მოვიდა ლაზერი F7 და შემდეგ ისე უკან მოუწიათ დაბრუნება და ძალიან მნიშვნელოვანი ტემპები დაკარგეს, რამაც საშუალება მისცა თეთრებს, რომ ეტლი შემოეყვანათ თამაში და რამდენიმე სწორი სულის შემდეგ მოახერხეს გამარჯვების მოპოვებაც. ძალიან საინტერესო პარტია იყო და ეს თამაში განსაკუთრებით სასიამოვნო იქნებოდა მათთვის, ვისაც მხედარი უყვარს და მათ საყვარელი ფიგურა, იმიტომ რომ ხედავთ თუ რამდენად ძლიერი ფიგურა, როდესაც მას კარგად გამოიყენ. მადლობა დიდი ყურადღებისთვის. ეხლა კი გადაცემაში არის ამოხსნების დრო, ამოხსნების კონკურსის დრო და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მადლობა ჩვენს გამომწერებს, უკვე 1000 გადაცილდა ჩვენი Facebook გვერდის გამოწერთა რაოდენობა, ისინი ძალიან აქტიურად არიან ჩართული ამოხსნების კონკურსში და კარგი შეჯიბრია გამოდის. და გია, სწრაფად აგზავნიან პასუხს, ხო? კი, სწრაფად აგზავნიან პასუხს, ცდილობენ სწრაფად გამოაგზავნონ. ამჯერად მე მინდა მათ შევტევასო ეტიუდი, ცნობილი ქართველი ეტიუდისტის მიერ შედგენილი, არ ვიტყვი რა თქმა უნდა გვარს, მაგრამ ძალიან საინტერესო და ძალიან ლამაზი ეტიუდი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებლები მიიღებენ სიამოვნებას მის ამოხსნაში და ამოხსნის პასუხები კი გამოგზავნონ ჩვენ Facebook გვერდზე კლუბი 64 საქართველოს და გამარჯვებულს ვინც პირველი გამოგზავნის პასუხს რა ელის. ძალიან საინტერესო ღონისძიებებს გეგმავთ ჩვენ, სხვადასხვა მე ვესაუბრე მაისურაძეს, ის ახლა საფრანგეთში მიემგზავრება და მის დაგვირდა რომ ოდესაც ჩამოვა ნინო მაისურაძე და რომ ჩაგვირდა რომ თვალდახუჭული ეთამაშება ჩვენ სტუმრებს. ახლა კი ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის და როგორც დავპირდით მაყურებელს მოუთხრობთ ოლიმპიადაზე, ოლიმპიადა კი 2026 წლის ოლიმპიადას ეხება 37 ვაჟთა და 22 ქალთა ოლიმპიადას, რომელიც ტურინში გაიმართა და სხვათა შორის საქართველოს ორივე ნაკრებისთვის ცოტა უჩვეულო შედეგებით დასრულდა, თაობათა ცვლა, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა. ქალთა ნაკრებში აღარ იყო მაია ჩიბურტანიძე, ქეთევან არახამიანი, ანა იოსელიანი, ახალგაზრდა მოჭადრაკეები იკავებენ მათ ადგილს და მეტლის გარეშე დარჩნენ და ქალთა ნაკრებმა დაიკავა მე-6 ადგილი, ხოლო ვაჟთა ნაკრები, რომელიც ასევე ახალგაზრდული იყო, ასე უჩვეულო მე-14 ადგილს დასჯერდა. გია, ამ პერიოდში 2006 წელს შენ წვრთნიდი ინდოეთის ნაკრებს, ქალთა ნაკრებს, სადაც სხვათა შორის პრაქტიკულად ახალი ვარსკვლავები დაიბადნენ ინდოეთის ჭადრაკისა. რას მიაწერ ქალთა და ვაჟთა ნაკრებს აი ამ შედეგებს და ინდოეთის ნაკრებზეც გითხარი პარემ. გოგა, პირველ რიგში მე არ მახსოვს ესეთი ცუდად ჩატარებული ოლიმპიადა, რამდენ ოლიმპიადაზე ვარ ნაყოფი, ტურინში იყო
აი საშინელი პირობები, როგორც საცხოვრებელი, ისე სათამაშო დარბაზი იყო მოშორებული, კი უცნაურია ხო იტალიაში რომ მაგრამ ეთქობა ორგანიზატორები ვერ მიუდგენ სათანადოდ ამ ღონისძიების ორგანიზებას და ძალიან ცუდი პირობები იყო. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, რომ ის დონე ვერ აჩვენეს ჩვენმა მოჭადრაკეებმა, თუმცა შეიძლება თქვა მაყურებლებმა რომ სხვისთვისაც ხო იყო ეს პირობები, მაგრამ გააჩნია ვინ როგორ არის მის შეჩვეული, ხო? მოჭადრაკეს ჭირდება კარგი პირობები, რადგანაც ის კონცენტრაცია, რომელიც მას დაფაზე ჭირდება, უნდა იყოს კარგი ცხოვრება პირობებზე არ უნდა იყოს დასული, რა თქმა უნდა, ის უკვე უნდა ფიქრობდეს სწორედ გონების დაფაზე. ამიტომ ეს ერთი მთავარი მიზეზი, ამას ყველა საუბრობდა, ყველა მონაწილე, რაც ეხება ინდოეთის ნაკრებს, ეს იყო ძალიან საინტერესო ჩემი გამოცდილება, როდესაც დამიკავშირდა ელიზბარ უბილავა, რომელიც იყო ვაჟ და ინდოეთის ნაკრების მწვრთნელი და მითხრა რომ გია ეძებენ ისინი ქალების წვრთნელს და მე შენ თავის რეკომენდაცია გაუწიე და დიდი სიამოვნებით თუ შეძლებ ჩამოსვლასო და მე ჩემთვის საინტერესო იყო ეს გამოცდილება, რადგანაც იმ პერიოდში ინდოეთის ნაკრებში თამაშს იწყებდა ორი ვარსკვლავი, რომელიც ახლა ვარსკვლავები გახდნენ, ეს არის ჰამბიკონერუ და ჰარიკა დრონოვალი და საინტერესო ისინი სულ ახალგაზრდები იყვნენ და საინტერესო იყო მათთან მუშაობა და პრაქტიკულად აქ დაიბადნენ, აქ გაიცეს ფართოდ და ის მიდგომები, რომელიც ჭირდება პროფესიონალ ჭადრაკს, ფაქტობრივად ერთად დავიწყეთ ამის შესწავლა ინდოეთში, ჯერ შეკრებაზე ვიყავი, შემდეგ ტურნირში ოლიმპიადაზე ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს მე ამ კუთხით ეს ოლიმპიადა. შედეგები? ნორმალური შედეგები ჰქონდა ინდოეთი საერთოდ არ იყო რუკაზე ესე ვთქვა იმ პერიოდში და ვაჟების განსხვავებით ქალები, თორე ვაჟებს ჰქონდათ ძალიან კარგი ნაკრები, მაგრამ ქალები აი ეწყებდნენ პირველ ნაბიჯების გადადგმას და ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა მოკლედ ჩვენ შორის. ძალიან დიდი მადლობა, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გონების დაფა, რომელსაც უძღვებოდნენ გია გიორგაძე და გოგა ჩანადირი, ჩვენ გემშვიდობებით და შევხვდებით მომავალ კვირას. კვლავ Silk Universal-ზე, Silk Sport 1-ზე, Silk Sport 2-ზე და რაც თავარია ჩვენ YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე.